28 მაისის ღამის 12 საათზე მეგობრის სახლიდან გადმოსული პოლიციის თანამშრომლებმა ამიყვანეს გზაზე, ჩამსეს მანქანაში, მიმიყვანეს სენაკის პოლიციის სამმართველოში. იქ ასული ნახე აქტივისტები, სახალხო კრების ერთი აქტივისტი, აგრეთვე ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილე რაიონული ორგანიზაციის სენაკის ბადრი კალანდარიშვილი და ამის შემდეგ წაგვიყვანეს ზუგდიდის მთავარ სამმართველოში, სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოში. დაკავების დროს არ განუმარტავ ჩემთვის თუ რაზე ვიყავი დაკავებული და არც პოლიციის სამმართველოში განუმარტავთ. მანქანაში ჩემთან ერთად ისდა სახალხო კრების ერთი აქტივისტი ბატონი ბათო კანკავა, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ბადრი კალანდარიშვილი და აგრეთვე მესამე პიროვნება, რომელიც ჩემთვის უცნობია. და მიმიყვანეს სამეგრელო ზემო სვანეთის ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში. იქ მოგვიწყვეს დაკითხვა, ჩვენ თავისთავად კითხვებზე პასუხს ვიძლეოდით ნორმალურ ფორმატში, ზეწოლა არ ყოფილა, ჩვენზე ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა. გამომძიებელი, რომელიც მკითხავდა სამწუხაროდ არ ვიცი მისი ვინაობა და ესე იგი ყველა შეკითხვაზე ვაძლევდი სრულყოფილ პასუხს. ანუ პირველი ესე იგი ჩვეულებრივი სამი როგორც ხდება ავტობიოგრაფია, კიდევ შემეკითხე თუ რომელი პარტიის წევრი ვიყავი, როცა გავეცი პასუხი რომ ლეიბორისტული პარტიის წევრი ვიყავი, ამან გამოიწვია მათი მხრიდან გაკვირვება. მე მკითხეს ვიყავი თუ არა შეფიცულთა რაზმის წევრი და მე თავისთავად უკვე პარტიის წევრი ვარ, ლეიბორისტული პარტიის წევრი და ანალოგიურად ვერ ვიქნებოდი, ეს იყო არაკანონიერი მათი მხრიდან. პირველ რიგში იმიტომ რომ საფუძველი ის არის რომ არანაირი უწყება ჩვენზე არ მოსულა, ან დაბარების უწყება, ან დაკითხვის უწყება რომ მოსულიყო, რომ გვიბარებდნენ პოლიციის სამმართველოში და მე ვაცხადებ სრული პასუხისგებლობით ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები ახდენენ ზეწოლას პოლიტიკური პარტიების ლიდერებზე, მთავარ აქტივისტებზე და ეს მიმაჩნია როგორც პოლიტიკური ტერორი და დევნა იმ აქტივისტების და იმ ლიდერების, ვინც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ არიან განწყობილი. 28 მაისმა სამეგრელოს მოსახლეობას გაახსენა 37 წელი. მაშინ, როდესაც სახლებიდან შუაღამე ლამის ლოგინიდან გაყავდათ ხალხი და მიყავდათ მათთვის გაურკვეველი მიმართულებით. ასე მოხდა სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონში. ყველა პარტიის ლიდერი ან წევრი გაყავდათ და დაკითხვაზე ეს ხალხი აღმოჩნდა მერე სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში. მე მიმაჩნია რომ ეს იყო სრულიად უკანონო დაკავება, რომ არა სკოლის ნაშვაში ამერგელა ამოსებია ბავშვები ხელავენ მიგეუნე მე გაუქმდი დღეს ბავშთა დაცვის დღეა ხალბატონო რაიღო რა ვაშავებ ბიჭო ბადია გათიშე ხან დაგარტყამდი იმას თავზე დაგამწრა აგორი ხალბინა კაი მე კამერას ხალბატონო რა თქმა უნდა კამერას რო ამტრევ რამდენი ღირს იცი არ მისგე დაგამწრა თავზე დაგამწროებ